თინა ხიდაშელის განცხადებასთან დაკავშირებით, როდესაც მან ამერიკაში თქვა, რომ რუსიერი მიჩვეულია კატების და ძაღლების ჭამას, რასაც მოყვა რუსეთის მაღალ ჩინოსნების მხრიდან, მყისიერად ძალიან ცეთ ნეგატიური რეაქცია და თქვენ როგორ ფიქრობთ, იყო ეს განცხადება გაწონასწორებული ადამიანის განცხადება? რავი, შეიძლება საწინააღმდეგო შეკითხვა. კი ბატონო. მაგან ერთი ბრძანა მე მგონი რომ საკუთარ შვილს არ ურჩევდა რომ სამშობლოსთვის თავი შეეწერა რა. აი მაგ პასუხს გაგცემდი რა შეკითხვაზე, ცოტა არასწორი არის, მაგრამ მე მგონი ყველაფერი ნათქვამია. თქვენ როგორ ფიქრობთ, ეხლა 25-ში აპირებენ აქციის მოწყობას თავდაცვის სამინისტროს წინ რამოდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია და რამოდენიმე პარტია და მისი გადადგომის მოთხოვნით და უერთდებით აქციას ემხრობით თუ როგორ არის თქვენი პოზიცია? ეს საერთოდ აქციებს არ ვემხრობი რა. მე ოპერატიულ ქმედებებს ვემხრობი რა. დიდი მადლობა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხიდაშელი აპირებს თურქეთთან დადოს ხელშეკრულება, სამხედრო ხელშეკრულება. რამდენად გამართლებულია თქვენი აზრით ეს რუსეთთან მიმართებაში? არ არის სწორი მოქმედება, ძალიან წაგვაგებინებს ყველაფერს, რაც ქონდა იმაზე მეც დაგვაკარგინებს კიდევ. ეხლა საქმე იმაშია, რომ ესე იგი ვერ აზროვნებენ კარგად ხალხი და რატო ვერ აზროვნებენ იცით, რანაირ თავრობაც არ უნდა მოვიდეს, არაფერი ეშველება საქართველოს, იმიტომ რომ ღმერთია გაბრაზებული ქართულ ხალხზე, ჩვენზე. როში ამოწმო ზეციური კონსტიტუცია არის ის ბიბლია და სახარება, ძველი და ახალი აღთქმა. როშია და რო ესე იგი ძალიან შორს არიან ღმერთისგან. ძალიან ბევრს არ ასწამს ღმერთი. ის რაც თემა დაკავშირებული ჯერ რომ აირჩიეს გენერალი იყო, მარშალი იყო, გამოცდილება ჰქონდა, ფრონტზე იბრძოდა, თუ რას აკეთებდა კაცო, მე ვიცი ძველად კომუნისტების დროს ნაბიჯ-ნაბიჯი იზრდებოდნენ და გენერლობას ღებულობდნენ და მე ადიოდნენ მარშლამდე და მე ასეთ რამე კეთდებოდა, რომ თავდაცვის მინისტრად მე იმას აკეთებდნენ და მაგან რა იცის თავდაცვის მინისტრობის. ამასთან დაკავშირებით მაინტერესებს თქვენი სამოქალაქო პოზიცია, იყო თუ არა ეს განცხადება თავდაცვის მინისტრისგან გასაცხადებელი? დიდი სისულელე უთქვია, მე პირადად არ გამიგია რუს ერს, რომელსაც საქართველოს 200 წელი შეუნახავს და გადაურჩენია ამ მუსლიმანური მაშინდელი ნახევრად ველური ხალხის აი ესეთი აგრესიისაგან და ჩვენი გენოციდისაგან ეს არის უმადურობა ქართველი ხალხისაგან იმას რამე აკადრო, შეიძლება ბევრი რამე არ მოგწონს რუსეთისგან, მაგრამ ეგ არ უნდა აკადრო. ის დიდებული ხალხია, შესანიშნავი ხალხია, დღეს ამ პოლიტიკას აწარმოებს, როგორ პოლიტიკას აწარმოებს. ალბათ თავის ინტერესებიდან გამომდინარე, ბევრი რამე წინს ქართველებს, რა თქმა უნდა, ისე ვერავართ როგორც უნდა ვიყოთ, მაგათ ხელში ეს გამოსვლა მაგათიდან ძალიან ურთულესი ამბავია, მაგრამ დელიკატურები უნდა ვიყოთ, უნდა პატივისცემით ვიყოთ და უნდა ვიყოთ აი ესეთი რამე სიტყვებისაგან მაგარი დისტანცია დაჭერილი და დაზღვეული. თვითონ რესპუბლიკური პარტია თქვენი აზრით მოხდებოდა პარლამენტში, რომ არა ყოველად გამორიცხულია ესეთი უზარმაზარი ფარველი რომ არ გამოჩენოდათ მაგათ ეგენი იქნებოდნენ აი ესე მოღაღადე უდაბნოსა შიგა ესე დარჩებოდა. Თქვენი აზრით უნდა გაფორმდეს თუ არა თურქეთთან სამხედრო ხელშეკრულება საქართველოსთან? რავი, არ ამგონია, იმიტომ რომ ეს არ არის, რა ქვია, მიზანშეწონილი იმისთვის, რომ ჯერ ეგეთ მოდით იქიდან დავიწყოთ, რომ არის რელიგიური განსხვავება ერთმანეთს შორის. მით უმეტესო საქართველოს ისეთ ადგილასაა, რომ არ ღირს რუსეთთან ეგეთი, ასე ვთქვათ, ეგეთ რისკზე წასვლა. იმიტომ რომ საქართველოს ერთ-ერთი პატარა ქვეყანაა, რომელიც არის რუკაზე, ასე რომ ვთქვათ, ყველანაირი მუსულმანური ქვეყნის შუაში. და ეს ჩემი აზრით რუსეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც დაგვიცავს ჩვენ და მით უმეტეს ეს ოდითგანვე ისტორიიდანვე ესე მოყვებოდა, როდესაც ჩვენ მონღოლები და სპარსელების და ეს ყველანაირი მუსულმანური ერი რომ ცდილობდა ჩვენ განადგურებას, ერთადერთი
ქვეყანა იყო ქრისტიანული, რომელიც რუსეთმა გამოგვართია, თორემ მონღოლები გადაგვივლიდნენ და დაგვჭიჩქნიდნენ. იგივე სიტუაცია ხდება ახლა. ეს რავი, ჩემთვის არ იქნება ისეთი მიზანშეწონილი იმისთვის, რომ თურქეთთან დადოს რაღაცა სამხედრო ისეთი ურთიერთობა, რომ რავი, არ მგონია სწორი იყოს. თქვენი აზრით უნდა გადადგეს თუ არა თავდაცვის მინისტრი? უნდა გადადგეს, აბა ეგრე როცა ეგეთ იმას ფიქრობს და ეგეთ რისკზე მიდის, რომ რუსეთს წინ აღუდგეს ერთ-ერთ ყველაზე დიდ სახელმწიფოს, ასე რომ ვთქვათ, დედამიწის ზურგზე. ანუ ერთი ეგაა და მეორე კიდე ამერიკა, როგორც ვიცით ყველა. არ მგონია ეს იყოს, იმიტომ რომ არავის არ აინტერესებს, არც თურქეთს არ აინტერესებს, არც აზერბაიჯანს არ აინტერესებს და არც ერთ მუსულმანურ ქვეყანას არ აინტერესებს პატარა ქრისტიანული საქართველო წავა თუ არა, დადგება თუ არა მაგათგვერდში და წავა თუ არა რუსეთის წინააღმდეგ. თქვენი აზრით ადეკვატურია თუ არა ხიდაშელის შეურაცხყოფელი განცხადება რუსეთის წინააღმდეგ, როდესაც მან განაცხადა, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს რუსები ჭამდნენ ბლოკადის დროს მიირთმევდნენ ვირთხის ხორცს. აი, არის ნამდვილი სისულელე. მოგეთ, ამ კაცს საიდან მოაქვს ამდენი სისულელე, მე არ ვიცი. აი, მართლა რომ ეს საქართველო იმიტომ არის ეგეთ ჩამორჩენილი, რომ აი გაუნახლებელი ხალხი არის მართლა დღესდღეობით მთავრობაში და აი არ ვიცი, არაფერი არ მეთქმის იმის გარდა, რომ ეს არის ნამდვილი სისულელე. ეს არის სამარცხვინო ფაქტია, რომ რუსეთის წინააღმდეგ ესეთ ამდენ სისულელეს და უაზრო რაღაცას ლაპარაკობენ. რავი, მე არ მიმაჩნია ესეთი რაღაცა. მე პირადად მე ძალიან მოწ არანაირი პრობლემა არ მაქვს რუსეთთან და ძალიან მინდა კარგი ურთიერთობა გქონდეს მაგათთან. იმიტომ რომ რავი, მე მაქვს იმისა, რომ ატმაშკაც მოგცემენ რა. დიდი მადლობა. არა, ვიცი. თავდაცვის მინისტრის ეს განცხადება არის თუ არა? არაეთიკურია. მე მაჩნია რომ არაეთიკურია. და არის თუ არა საფრთხის შემცველი მისი განცხადება, როდესაც ამ ორ ქვეყანას შორის არის დაძაბული ურთიერთობა ამ შემთხვევაში? მე გიპასუხებ უკვე რომ არაეთიკურია და მე მგონი არ უნდა იკარგოს. არ უნდა კიდე. თქვენი თვალსაზრისით თვითონ რესპუბლიკური პარტია ქართული ოცნების კოალიციისთვის სარგებლის მომტანია თუ პირიქით? ვერ გეტყვით, მაგას ვერ გეტყვით, არ შემიძლია, იმიტომ მე აბსოლუტურად აპოლიტიკური ვარ და ვერ გეტყვით. თქვენ თუ გახსოვთ რესპუბლიკური პარტიის მხრიდან უტაქტო ჩვენიათ ინტერნეტ ტელევიზია პატრიოტ TV-ა და რესპუბლიკური პარტიას ჩვევია თუ არა ასეთი უტაქტო გამონათქვამები ძირითადად? მაგას ვერ გეტყვით, მე ეს არ მომეწონა. მე არ მომისმენია, მაგრამ რაც თქვენ მითხარით, ახლა ეს არ არის ლამაზი. კარგი, დიდი მადლობა. როგორც ხიდაშენმა განაცხადა შეურაცხყოფელი განცხადება რუსეთის წინააღმდეგ, როდესაც იყო რუსეთის ლენინგრადის ბლოკადა, მან თქვა, რომ რუსები ჭამდნენ ვირთხის ხორცს. რამდენად ადეკვატურია ეს თავდაცვის მინისტრიდან გამომდინარე? ზოგადად ეს ხელი და ეს თაურებაც და არაადეკვატური მეჩვენება შესაბამისად ყველა კომენტება არაადეკვატური და ყველა შეკითხვაც ამ თემას ხდება ავტომატურად უკვე არაადეკვატური. დიდი მადლობა. ხიდაშელის ბოლოდროინდელი განცხადებები რუსი ხალხის მიმართ შეურაცხყოფელი განცხადებები რო გააკეთა ცნობილია თქვენთვის საქართველოსთვის საფრთხის შემცველია საერთო ჯამში თუ არა უშავს? კი მე მგონი როგორ არა. დიახ, თავდაცვის მინისტრის მხრიდან? რა თქმა უნდა, უმეტესად. კი. ხიდაშელის პოლიტიკა თქმის უსაფრთხოებას საქართველოს პოლიტიკისთვის და მე მგონი არსებობისთვისაც კი. თქვენი თვალსაზრისით თავდაცვის მინისტრად უნდა იყოს თუ გადაყენებული უნდა იქნას ამ ფრაზის გულისთვის? მე მგონი არ უნდა იყოს, ეს ქალის საქმე არ არის. არ უნდა იყოს? არა. ქალი არ უნდა იყოს სამინისტროს თავში. არ უნდა იყოს. ეს ქალის საქმე არ არის. და გავრცელდა ინფორმაცია, რომ 25 დეკემბერს ამ მოთხოვნით იქნება აქცია თავდაცვის სამინისტროს წინ. ხიდაშელის გადაყენების მოთხოვნით და უერთებით აქციას? რატომაც არა? კი. დიდი მადლობა. არაფერს.